კავკასიის მთებში ბინადრობს არსება, რომლის მსგავსიც ბუნებას მეორე არ შეუქმნია. ეს ქართული რუხი ფუტკარია. მეცნიერები 10 წლეულებია სწავლობენ მის ფენომენს. რა არის მისი საიდუმლო და რატომ გაიტანეს ის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში? პასუხი ზუსტად 7.3 მმ-შია. მას პლანეტაზე ყველაზე გრძელი ხორთუმი აქვს ფუტკრებს შორის. იქ, სადაც სხვებისთვის ფიზიკური ზღვარი გადის და ნექტარს ვერ მოიპოვებენ, ქართული ფუტკარი კი მიუწვდომელს იპყრობს. ის ნექტარს ყველაზე დაფარული სიღრმიდანაც კი იღებს. 1961 წელი, გერმანია. საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ჯიშები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ქართული ფუტკრის მხოლოდ 2 ოჯახმა რეკორდული 97 კილოგრამი თაფლი შეაგროვა. მან დაამტკიცა, რომ სრულიად უკონკურენტოა. ამას მოჰყვა ისტორიული ტრიუმფი ბუქარესტსა და მოსკოვში. ზედიზედ 3 მსოფლიო ოქროს მედალი. 1979 წელს კი ბრიტანულმა პრესამ მას ოფიციალურად უწოდა მსოფლიოში საუკეთესო. დღეს ის ამერიკაში, გერმანიასა თუ იაპონიაშია, მაგრამ მისი უნიკალური გენეტიკა, აბსოლუტური სიმშვიდე და შრომის უნარიანობა მხოლოდ ერთ ადგილს ეკუთვნის: კავკასიის მთებს, საქართველოს.